ჩვენ ავცით ამითი ხელისუფლებას ვებრძოდი მთელი ჩემი არსებით და სამართლიანობისთვის ვიბრძოდა ვერავინ ვერ იტყვის რომ ხათუნა ხათაშვილს ოდნავ დაუხებია ხათუნა ხათაშვილი გაყიდულა ხათუნა ხათაშვილი კაპიტელს ჩამოკიდებია და ფულს ჩამოკიდებია ვინ იტყვის მაგას ერთი ადამიანი მითხარი თუ სამი სკოლის დირექტორების გამოცდა არ მაქვს ჩაბარებული თუ სერტიფიცირებული პედაგოგი არ ვარ და მაინც პოლიტიკური ნიშნით მინდოდა ზოგს მართლა ერთი გამოცდა არც არ აქვს ჩაბარებული და სადღაც შეძურა იმიტომ რომ პოლიტიკურ მღრია წყალს მოყოლოდა და თანამდებობაზე მოსულიყო 2012 წელს ჩავაბარე მათემატიკის მასწავლებლის გამოცდა და სერტიფიცირებული მათემატიკოსი ვარ ხათუნა ხათაშვილი იურისტია განათლებით ხათუნა ხათაშვილი სერტიფიცირებული პედაგოგია ხათუნა ხათაშვილი ინჟინერია თავისი განათლებით და არა ხათუნა ხათაშვილი ყველა ტელევიზიის ესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და თავის ცოდნის დონეს ყოველდღიურად და ყოველ წუთს იმართებს და ხათუნა ხათაშვილი შენი ხელწამოსაკრავი არ არის ყობა რომელიც საკუთარი შვილის სწორი ხარ და ისეთი რამე არ დაიწყო რომ შენ ჩემი თანა მებრძოლი იყავი მე შეგაბანები მაგრამ შეხედვა არ აქვს და შენ მართლა ერთი სკამის გულისთვის ხარ მოსულია სკამის გულისთვის თქვენ დადიხართ ხელჩაკიდებული ორიაშვილთან ორი ბიჭი თორ დადიოდით ხოლმე მე უნდა ის ორი ბიჭი ხოლიაშვილთან დადიოდა ხელჩაკიდული და ის ორი ბიჭი უწევ კამპანიას როცა ჩემოსი სოფელში იყო ის ორი ბიჭი ეხმარებოდა ორიაშვილს რომ მოსულიყო და აგიტაცია პროპაგანდაზე ზუსტად ის ორი ბიჭი იყო რომელიც ალბათონო ხათუნა ის ორი ბიჭი იყო 500 სტაციან შეხვედრებს რო უწყობდნენ ძველ აქციებს რო უწყობდნენ კახი კალათეს რო ერგნეთამდე ხდებოდნენ და კარალეთში შეხვედრებს უაწყობდნენ ზუსტად ის ორი ბიჭი იყო რომელიც თქვენ პოლიტიკური სკამების გამო აღარ იცით როგორ მოიყვანოთ თქვენი ნაცესავები და დაასაქმოთ და იგნორირება გაუკეთოთ მებრძოლ ადამიანებს ავცით აი ამ ყველაფრით ჩვენს განსახილველ საკითხს აი ამ მეცეღან მოგახსენეთ გაივლის დრო 2-3 წელი ისია მე გაჩვენებ დოკუმენტები საკითხი მაშინ მე ახალი მთავრობა ისია მაგაჩვენება გაკრება და ყველაფერი იქნება არა სიზმარს არ მიზადა ამი არ იყო რომ შემოგვეტანა საბა კარგად გადაიღე რასაც ვეუბნები ამას გავახსენე მოდი არის რა ვიდე და ხო აი ამ საკითხი გარეთ საუბრობ მე დაუბრუნდე ფასების მატებაზე და თქვენი თახაჩეს 200-ლარიანი კალათი გამიკეთეთ თუ თქვენები 1300 200-ლარიანი კალათი მე მინდოდა რომ მე ხათუნა ხათაშვილმა მოიწია ფონდები სადაც კომპიუტერი მიუტანა სოციალურად დაუცველ ოჯახს ის 200-ლარიანი კალათები მინდოდა გაკეთებული იყო სოციალურად დაუცველებისთვის და რასახში წამეყო გეთქვათ რომ ზუსტად სოციალურად დაუცველებისთვის მინდოდა ის 200-ლარიანი კალათები და მაგას მოვითხოვით უკარგად იცი შენ თუ არ იცი მაშინ გეკითხა ჩემთვის ხათუნა ხათაშვილი მაგერად კარალეთში 1300-ლარიანი კომპიუტერი მიუტანა სოციალურად დაუცველ ოჯახს მთელი თვე დავდიოდი რკინის ქარავნები და რკინის ჯოხით რომ მეყოვა ფონდი რომელიც ბავშვს დამიფინანსებდა და გაახარებდა სიმსივნით დაავადებულ დედას გაახარებდა თავისი შვილი თავისი კარგი სწავლით და ამ სოციალურად დაუცველ ოჯახს რა გააკეთეთ თქვენ მეთი დაგვიწევ ჩვენც ბევრი რამე გავაკეთეთ ხათუნა არა ხალბატონოლია თქვენ შევეკამადეთ აი მე გადადიხარ რასკი არა გავაკეთეთ 2015 წლის ბიუჯეტს დავამტკიცეთ და ჩავდეთ უამრავი პრობლემები რასკი პირადად თქვენ აიღეთ პრემია რა პრემიაა შენც იქნებოდი რომ არ გასულიყავი კოალიციიდან და თქვენც აიღებდით პრემიას ხო და ხათუნა ხათაშვილი კაპიტლებს არ ჩამოკიდებია და შემდეგი საკითხი ბატონებო შემდეგი საკითხი 12-მა მოგიყვანა ამ სტაბილიზატორს 2012-მა კი არ მოგიყვანა 2012-მა მოგიყვანა გასიკრავდი და ხმალაძეს დაძდებით თუ საკრებულო ხმალაძე როდის იყო არ არის უყურები მისი წარწერილები და გამარჯობას მე ვეთქვი ადამიანებს იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ქართველი არის ფასეული და მე ვერ მოვწევ ვერავის ხალბატონო ხალბატონოლია მეს ბრაზმდებს მე ვერავინ ვერ მეტყვის იმას რომ ხმალაძის თანაპარტიელი ვიყავი ვერავინ რომ მე იმასაც სოფრაში არ ყოფილა ოჯახში არ ყოფილა ის ჩემ ოჯახში არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი რომელსაც შეხვედრეთ რა აი ეს საკითხები გარეთ გამიხილოთ ხალბატონოლია თქვენ აძლევთ მაშინ ამას საშუალებას არავის არ აძლევს საშუალებას იმასაც რომ უნდა გავცე ვერავინ ვერ იცის რომ ხათუნა ხათაშვილი პოლიტიკურად დაკავშირებულია ვინმესთან გამარჯობას მე ორიაშვილსაც ვეუბნები ადამიანს და კიდევაც ვეტყვი იმიტომ რომ ჩემი კონსტრუქციულობა ჩემი ზრდილობა და ჩემი კულტურა ყოველსაც ვეუბნები გამარჯობას იმიტომ რომ მე არ მაძლევს ჩემი აღზრდა და ჩემი განათლება იმის უფლებას მე ვლანძღო ადამიანები ქვები ვესროლო ან ტანსაცმელი შემოვახიო მე ვარ ქალი მე ვარ დედა მე ვარ კონსტრუქციული როგორც პოზიციაში ასევე დამშვიდით რა ძალიან აქვს ხოლმე შენი დამშვიდება დაუბრუნდეთ საკითხს
დავუბრუნდეთ საკითხებს. თუ რამე ისეთი გაქვთ, ცოტა სხვაგან და ძალიან ვთქვით, ქალბატონურია საპროცედურო და ეთიკური ნორმები დაიცვათ, იმიტომ რომ მე არასოდეს არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ჯერ კიდევ მოუმწიფებლები, არ უნდა ეზექცეოდნენ თანა კოლეგებს, მით უმეტეს ყოფილ თანამებრძოლებს, აი ასეთი ცინიკურად და უზრდებურად. შემდეგ საკითხზე გადავედით.